ახლა კი იმ სახალისო კონკურსის შესახებ უნდა ვისაუბროთ, რომელიც თქვენი თანდასწრებით და თქვენი გულშემატკივრობით გაიმართება. საუბარია ოჯახურ წყვილებზე. Როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს არის 16 ცნობილი ოჯახური წყვილი, რომელიც ეჯიბრებიან ერთმანეთს ძალიან სახალისო კონკურსებში და თქვენ ყველაფერს ამას თვალყურს ადევნებთ და შემდეგ კი ხმებს აძლევთ და უგულშემატკივრებთ თქვენს ფავორიტს. ახლა კი ვნახოთ სიუჟეტი, რომელიც თამუნა ფიროსმანიშვილმა მოამზადა. საკმაოდ საინტერესო სიუჟეტი. და მე შენ სიყვარულს აგიხსნი მხოლოდ სიმღერით. უფრო კარგად გადმოვცემი ამ ყველაფერს. ორაიმე დიდგელოდი ვინ მომიშუშებს იარებს მეგონა შეგიმღეროდი. სიმღერით, სიტყვებით ან თუნდაც ჩახუტებით. სიყვარულის დამტკიცება წყვილებს იმედის დილის პირდაპირ ეთერში მოვწევთ. მუსიკალური ნომერი ვიქტორინა და მეორე ნახევრის ნივთების ამოცნობა. 16 ცნობილი წყვილი ერთმანეთს რამდენიმე კონკურსში შეეჯიბრება. შრიალებს. ახაც ვერსიები გვაქვს, მაგრამ ამას ყველაფერს სიურპრიზად დავტოვებთ და უფრო საინტერესო იქნება ჩემის აზრით. ისე ვასწავლი რაღაცებს. რო გვაქვს რომ მოცადე. მისი საყვარელი ფერი? წითელი. თეთრი. მისი საყვარელი კერძი? ჩაკაპული. იყოს ჩაკაპული. საყვარელი მსახიობი? ალ პაჩინო. ნატალია. და როდის არის მისი დაბადების დღე? ეს სტარტული საკითხია. აპრილში, იანვარში. რიცხვი? 23-ში. არა 26-ში. ეს თვითონ გადასია. 4 კითხვიდან მხოლოდ 2 სწორი პასუხი არც ისე კარგი მაჩვენებელია. თუმცა გიტარისტ კაკო ვარშალომიძის მეუღლის შედეგებს არ გაუოცებია. რო არ ვიყო მე ამის ტარი დათაცებული გიტარის სტრუნამდე დამთავრებული ვერაფერს ვერ იპოვებს, ვერაფერს ვერ აწყობს, ვერსად ვერ წავა. იმიტომ რასაც არა ბავშვი, რომელსაც უნდა ძალიან დიდი სულ ადგილს უცვლიან რასაც დავწერა, რას ვიპოვე. ერთმანეთისათვის ნივთებს არ ყიდულობენ. არც ისე დაკვირვებულები არიან და ხშირად კამათობენ. თუმცა პლასტიკურ ქირურგ გუგა კუზანოვსა და მის მეუღლეს წყვილების შოუში გამარჯვების იმედი მაინც აქვთ. ჩვენი ოჯახის მიზანი რაც არის, ის ერთი გვაქვს. ჩვენ გვაქვს საყოფა ცხოვრება დონის კამათი და არა რაღაცა გლობალური თემები. არა, ჩვენ ისა მაგხრივ საკმაოდ ძლიერი წყვილი ვართ. ორი ჩვენ შეუძლებელია რო არ ვიკამათოთ. დაიწყეთ უკვე მომზადება. რა თქმა უნდა. საოპერაციოში სუმღერის. ხოლმე მოვიგოთ რა. უკვე რეპეტიტორთანაც დავდივარ. გუგა რეპეტიტორი ვინ არის? ხალი თუ კაცი გიჟო. სახალისო ორთაბრძოლაში ყველაზე დაკვირვებული, ყურადღებიანი და მეტი ფანტაზიის მქონე გაიმარჯვებს. მაყურებელთან ერთად არაერთი სიურპრიზი შოუში მონაწილე მეუღლებს ერთმანეთის ელოდებათ. წესით უნდა გამოიცნოს, მაგრამ მაინც ეჭვმეპარება. ხანდახან არის ხოლმე ესე, რომ არ შეიძლება არ შემომხედოს, ისე გავიდე სახლიდან, რა მიკეთია, რა მაცვია. და თავის საქმით არის დაკავებული. ჩემი საქმით არა? ხო, მაგით, ხო, თქვი კიდევ. კარგი, სადა გამოიცანით, რომელია თქვენი მეუღლის ყავსაყრელი. შეიძლება გავშალო? რა თქმა უნდა. ესეც არ მოხსოვს. თქვენ ხო არ მოიტანეთ ჩანთით. ეს არის მარტო ჩემი მეუღლის ნივთი. ამაში ვარ დარწმუნებული. შეეკითხეთ თვითონ. ბრავო. გამოიცნო, ესე იგი ყოფილა დაგვირვებული. უკვე კარგად ცნობილ ადამიანებს იმედის დილის მაყურებელი მეუღლის ამპლუაშიც გაიცნობს. დააკვირდით და იაქტიურეთ. ერთმანეთის გარდა შოუში მონაწილე წყვილებს თქვენი მხარდაჭერაც სჭირდებათ. მაგა მიყვა